Biblia saimnieks, harmonicot, რაღაც რამდენიმე წამი და ყოველთვის მოაწესრიგებენ ჩვენი ახალგაზრდები პირველ რიგში მედისარგებლო ბანაკში. Სანამ ტექნიკურ მხარეს გამართავენ და მოგესალმებით. იცით რომ ჩვენ ბიბისი აკადემია და ლიდერთა ხალხის საზოგადოება პირველად ვართ თქვენთან უმეტესი მადლობა ქალბატონს ამისთვის და კათარზის იმისთვის რომ შესაძლებლობა მოგცეს ისე მოგფერებოდით დღეს ისე მოგველოცათ თქვენთვის დამდეგი გონის წინვალე დღესასწაული გიოცავთ ბზობას, გუშინ ბზობა იყო, მისი მადლი არ მოკლებოდეთ და გფარავდეთ ჩვენაც ვირფასო ქალბატონებო და მამაკაცებო, ჩემო უფროსო მეგობრებო, ასე მიცემ თავისუფლებას დავიტყვი და მასაგულწრფელად მიხარია რომ მე დღეს თქვენს გვერდით ვარ და შესაძლებლობა გვაქვს ჩემს მეგობრებთან ერთად უძვირფასეს ქალბატონებთან და მამაკაცებთან ერთად გაგიამაზოთ ერთი დღე კიდევ. ასევე ძალიან მცირედი, მაგრამ მთელი დიდი გულით და გულწრფელობით, რაც მთავარია, მოვიტანეთ საჩუქრები, უბრალოდ რომ მოგხმარებოდით, უბრალოდ რომ გვეჩუქებინა თქვენთვის კიდე ერთი ლამაზი დღე და თქვენ აუცილებლად უნდა იფიქროთ ერთი რამ, რომ თქვენ არ ხართ მარტო. თქვენ მე ხშირად დავდივარ ხოლმე გორში, მყავს აქ ბატონიზის მოგესალმებით ჩეხოსნებიდან და მათ იციან რომ მე საპატრიარქოს ჩეხოსანი ვარ და ხშირად დიახ გორში ჩვენ ჩეხოსნებს ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე და ხშირად მირეკარე ხოლმე რაღაც დაგაგვიანდაო და ხათაშორს ახლა გაგიფხელთ საიდუმლოშო ჩერ თქვენთან მოვედი და მერე წავალ მათთან და იმედი არ გამინაწყენდებიან ისინი ძალიან თბილები არიან ძალიან თბილები ხართ და თქვენ წარმოიდგინეთ მე მყავს სამი შვილი და მეუღლე მაგრამ მე ვფიქრობ რომ რაღაც პერიოდის მერე რა თქმა უნდა შეიძლება მეც ვიყო თქვენს ადგილზე და ჩვენ აუცილებლად იმსახურებთ ძალიან დიდ პატივისცემას, სიყვარულს, ერთგულებას, ყურადღებას და ასე შემდეგ. და რატომ იცით? შეიძლება არც, მაგრამ ყველაფერი არ არის რა თქმა უნდა პროფესიაში და გამოცდილებაში, თუმცა ეს ძალიან ბევრია და მნიშვნელოვანია. მე ზუსტად ვიცი რომ ჩემს წინ განან ადამიანები და მე კიდევ ერთხელ ქეცვი თქვენს წინაშე მადლობა შესაძლებლობა მაქვს დამსახურებული პედაგოგები, დამსახურებული არტისტები, არქიტექტორები, სამედიცინო დარგის თანამშრომლები და ასე შემდეგ, სხვადასხვა მიმართულებით პროფესიონალი ბატონები და ქალბატონები და ღვაწლმოსილები, რაც ყველაზე მთავარია, თუნდაც უბრალოდ თქვენ იყოთ მხოლოდ საუკეთესო ოჯახის მეუღლეები, ან მეუღლეები, ქალბატონები, დედები, ან მამები, ხო? ამას არ აქვს მნიშვნელობა, უკვე მე რამდენი წელია ვხდებით ჩვენ ერთმანეთ და ძალიან დამიხარდა თქვენი დანახვა. ცდილობა არ ვიტირო, იმიტომ რომ თვალებით ვეძებ იმ ადამიანებს, ვინც წინა შეხვედრაზე ხავ. ამიტომ მინდა რომ კიდევ ბევრი წელი შევხვდეთ ჩვენ ერთმანეთს და კიდევ შევძლოთ ერთმანეთის გახარება და გაბედნიერება. მე პირადად მადლობას ვუხდი უფალს ამ შესაძლებლობისთვის და იმისთვის რომ თქვენ დღეს კიდე დავხვდით და კიდე პირობა უნდა მომცეთ რომ ძალიან ბევრი წელი დამხვდებით, ბედნიერები, გალაღებულები და ჯანმრთელები, რაც ყველაზე მთავარია და მე არა რა თქმა უნდა მე ვინ ვარ, თქვენ ძალიან ბევრი გყავთ. ამბის მკითხველი, მოსიყვარულე, თაყვანისმცემელი და მიხარია ეს ყველაფერი, რომ ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს. დღეს მე მოვალ თქვენთან ხვალ, კიდე მომდევნო თაობა მოვა ჩემთან, მერე კიდე ესე ვივლით და დაებიაროთ, ხო? ღმერთმა დიდი ხანი გაცოცხლოთ, ჯანმრთელები, ბედნიერები და
გამიხარდება თუ შეძლებთ რომ მე ჩემ გუნდთან ერთად დღეს ერთ ლამაზ დღეს გაჩუქებ. არც ერთ შემთხვევაში არ შემეძლია დავტოვო ყურადღების მიღმა, მაპატიეთ თუ ცოტა ემოციებს ავყევი. დავტოვო ის ადამიანები, რომლებთაც ხაზგასმით უღრმესი მადლობა არ გადაუხადო, არ შეიძლება. უამისობა პირიქით მე ვინ ვარ თუ ისინი არა გვერდს და ზურგს არ გამიმაგრებდნენ, ესენი არიან ქალბატონები, არ ჩამოთავა სოფო, ქალბატონი ლალი, ქალბატონი ნანა, ქალბატონი ირმა სოხაძე, მე რამდენად უკვე ჩვენს გვერდით არის და ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ და რამდენიმე ხნის წინ ჩვენ ხშირად დავდივართ ხოლმე პატიმარ ქალბატონებთან ციხეებში და დღეს ჩვენ აქ ვართ, ასე რომ უღრმესი მადლობა თქვენ. ეს აბსოლუტურად ჩვენი ორგანიზაციის რესურსი არის, აქ არ იფიქროთ რომ რაღაც ისეთი როგორც თავიდანვე გითხარით, ელემენტარული, მაგრამ მთელი გულით და სულით თქვენთვის მოწვნილი. ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, უღრმესი მადლობა რომ დღეს ჩვენს გვერდით ხართ და მოგოცით შესაძლებლობა რომ გაგველამაზებინა ეს დღე ჩვენი უფროსი მეგობრებისთვის. მაპატიეთ თუ სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ რაღაც ცოტათი მაინც მინდოდა რომ მოგფერებოდით, მიყვარხართ ძალიან. უღრმესი მადლობა. დღევანდელი დღე ლამაზი გვაჩუქოს და არ იცით როგორი ცეცხლის დატრიალება შეუძლია მას. ესე იგი, სოფო ლიდერ ქალთა საზოგადოების BDC აკადემიის მიერ დაორგანიზებული დღევანდელი ლამაზი დღე უნდა გაგვილამაზოთ თქვენ. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ რომ ხართ ჩვენს გვერდით, ჩვენი ძვირფასობა, ქალბატონი ირმა, ქალბატონი ლალი, ქალბატონი ნანა და სოფო ერქომაშვილი. მე ძალიან მღელავ პირველ რიგში, მინდა რომ მოგეფეროთ, ძალიან მიყვარხართ და რაღაცა პატარა ჩემს იმას გაგიმხელთ. მე ბავშვობიდან მქონდა ოცნება, რომ აი თქვენ შეგხვედროდით და სულ მინდოდა რომ მოგფერებოდით და მე ეს ოცნება ამიხდა, მე დღეს თქვენთან ვარ და ჩემი სიმღერით მინდა რომ მოგეფეროთ და გაჩუქოთ ის სითბო და სიყვარული. ძალიან მიყვარხართ. ეს ძალიან ლამაზი სიმღერა არის მაიკო კაჭკაჭიშვილის და შეიქმნა ჩემთვის და მე მინდა რომ გაჩუქოთ თქვენ ეს სიმღერა. Korea.
მადლობა, ძალიან მიყვარხართ. მოგესალმებით. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. აი ესეთი თბილები, ტკბილები. აი გულს უხარია რომ მოვედი თქვენთან სტუმრად და რა ვიცი, აი ცრემლები მომდის, სულ მახსენდება ჩემი ბებია, ბაბუა, ისეთი თბილები ხართ, რა მიყვარხართ ყველა. და გიცნით აი ამ მამას სიმღერას, ტექსტი არის ქალბატონი ნანა ცინცაძესი და კომპოზიტორი ნატო თოთიბაძესი. ძველი ზღაპარი. გავიხსენე ცხოვრების შენთან აღარშე შემოერთო ვიგვიზერდა ოცნებში ხელით ვებიცეს ერთადერთო ეს დღე შენი თისნება შეხვედრები მე მოვსოხარ მაშინას. ამები ჩემო საყვარლებო ვფიქრობ რომ ჩემი ხმა სრულიად საკმარისია თქვენთვის და როგორც აი ბოლო პერიოდში დვალი და მთელი მისი საზოგადოება გია დვალზე მაგალაპარაკი აკეთებს დროის ფაქტორი არ არსებობს ჩვენ ვიცით როდის ვიბადებით მაგრამ არავინ არ იცით როდის ვიზივართ და გენიალური სიტყვები აქვს ძალიან დიდ პოეტს ნათქვამი რომ როდესაც დავიბადებით იქვე სამარი მზად არის და რად მოვალ ადამიანად რატომ არ მოვალ წვიმადაო და რადგან ადამიანებად მოვედით ნებისმიერი ასაკი ძალიან ლამაზია ნებისმიერი ასაკი არის საოცარი თუმცა როდესაც პატარა ვიყავი და ბუბა მღერო და მაიგოდი მაიო ბაგასტვაო
ჯეროდა, მაგრამ დღეს უკვე რომ ჩემი წლები, ჩემი სიმდიდრე არ მჯერა და სიამოვნები დაბრუნდებოდი იმ ასაკში, როცა ეს მჯეროდა და სწორედ იმ ლექს წავიკითხავ, სადაც ჩემს თავს, ჩემს ასაკზე ველაპარაკები. რა მინდია, ქრიან ქარები, დასულში ისე მწარე შფოთია, ხვირი, არასდროს არ დამთავრდები, დროს ხვანაირად განაშოლწია. ისიც არ მახსოვს რა უნდა მეთქვა, დაკარგულია მკვლელის ლოცვები, შევძელი მტერი რომ არ გამეთქვა, ღიმილი შერჩა განაოცები, მკვდარი ბავშვობა მიჩდილავ სახეს, სურს გავაცოცხლო, მაგრამ რთულია, მაინც შევიძლებ რაც დავისახე, ასაკზე ფიქრი გამორთულია, ძველი გზნობა მსურს, ქარო თავნება, ფიქრებში ღობეყორეს ვედები, მე დავუდგები სიკვდილს თავდებად და არასოდეს არ დავნებდები, ისიც დამბრალდეს, რაც არ ყოფილა, ნუ ისუნთქებენ თოლქვეში ებიოღონ, სიბერის სამი დამთავრდეს, ჩემ თავს ყველაფერს ვაპატიებდი. ბრავო! ჩვენ ყველა ჩვენი სამშობლო, რა თქმა უნდა, ძალიან სასაცილოა იმაზე ელაპარაკო, რომელი დრო როგმეზე უკეთესია ჩხართვარა იმ დროს ჩარჩენილი ადამიანი დროსთან ალიანსია, ნებისმიერი გონიერი ადამიანი და ყველას უნდა რომ ბედნიერი იყოს და ძალიან კარგ სამშობლოში იცხოვროს. ეს ძალიან დიდი ხნის დაწერილი ლექსია, მაგრამ ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ყველასთვის. სხვისი ნაჭენები რად მინდა იაბო, როცა მარგარიტის პატრონი თავად ვარ და მაინც მჭირდება წარსულზე გიამბო, მოდი მე ვიქნები სიტყვების თამადა, მოხდა საოცრება, აზრები მერევა, ხედავ არ გამომდის მალამო დაგედო, ვაი თუ ამ წელსაც ისეთი მეკვლევარ, გზაში დამეკარგოს ოცნების საბედო, რად მინდა წარსული თუ ხვალე მკვდარია, რად მინდა ამდენი უაზრო პირობა, ვიცით რომ ავდარზე ლამაზი დარია, ვაი რომ ჩაბარდა გადასულს მირობა, ვაი საქართველო ისეთ პატარაა, თქვენ უღარ აკუწავთ ეყოფათ კივილი, ხომ ხედავთ საბრალო, ბედისა მარაა, გაუსკდა გული და არისმის ჩივილი, აღარ იწერება ხვალის ისტორია, მარჯვენა მოკვეთეს მცხეთას არსაკიძეს, პირმშოს ნათლავენ და სულ სხვა მირონია, ვეფხის ტყაოსანი ისევ არაკიძეს, ისევ გაიყიდა ჩვილი ისტამბულში, ქალები თავისით გარბიან თათართან, კაცი გამოუდგდა სხვა კაც სიყვარულში, ქართლის ისტორია ამგვარად დამთავრდა, კმარა საქართველო გეყოფა მონობა, ისევ გააჩინე ლეკვები ალგეთის, მუხს აღარ იყრია ბავშვთან და მოხუცთან, ნუ თუ დაყურდი და გოდება არ გესმის, როგორ გაუძერი ამდენ კატაკლიზმას თუ კი შადიმანი კვლავ ტახტზე ავიდა მე ქართლის დედა ვარ, ვიცი რა მატირებს და მაინც შენს იქით სიცოცხლე არ მინდა, როგორ მოვუარო იანკის ბებიას, როცა საკუთარი მიკუდება შიმშილით, უტვინო გმართავს და გენიას ებრძვიან, მკვდარი შაჰაბასი ხარხარებს გიჟივით, წვიმა წამოვიდა, შენი ცრემლები ადე, შეიხვიე ძვირფასო იარა, თებზე გაზაფხულის ჭრელი ფერებია, ხვალის დღეს დავლოცავ, დღევაგას კი არა. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა თითოეულ თქვენგანს მინდა ცხოვრებაზე მიუღმა ლექცია დაგემშვიდობოთ. ხომ არ დაგყალეთ? მადლობთ. ეს მანძილი, ეს დრო დროში დაკარგული, უკან მოგდევს და ვერასდროს დამეწევა. მე მზე მიყვარს სხვანაირად დაბანგული, ნისლის ჩიბუხს თრიაქით რომ არ ეწევა. კლავი მიყვარს შენი ჩემო საფერებლად, მაგთვალების მზერა მათრობს ალმაცერი, მიყვარს მიწის ხვანაირი დაფერდება და აკიდო, ვაზის რქაზიანაცერი, სიტყვა მიყვარს, არასდროს რომ არ იცქმება, თან სტრიქონებს შუა რაცდებს ის მაგიჟებს, დაძახება, უსხულში რომ დაინთქმება და მერე ფეხს სიმართლესაც დააბიჯებს, მიყვარს ის, რაც არაფერში არ ეტევა, ჩემი სულის სადაჭრი ციტადელი, ურცხვი ხორცის სამჟავროთვის გამეტება, სარკის მიღმა, გამოხედვა, წინანდელი სიყვარულის დაშლა მიყვარს ნაწილებად, თლიანი ხომ მთელ სამყაროს ანამდვილებს, მიყვარს როცა სისხლისი აწიულდება რომ ეს მოთქმა, სიკვდილსაც კი აადვილებს მე გზაკრული ღამეები შიში მიყვარს, როცა შენში ადრენალის ვერაუკებ, როცა თელავ ნარეკალს და ეძებ იმკვარს, სურნელებით სამყაროს რომ შეატოკებს მე რვეული მიყვარს ფიქში და ხეული, ეს ნაწერიც ჩათვალეთ რომ სხვა რითმია, კოცნა მიყვარს, ცხელბაგეზი ახეული და მუდმივი სიყვარულის არითმია.
სამებით ძალიან მიხარებთ დღეს თქვენს გვერდით ვარ. უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას გამოვხატავ თქვენდამი და ამ სიმღერით შევეცდები რომ მოგეფეროთ. შენ რომ დიდი იქნები, მე რომ აღარ ვიქნები, დამასიე ფიქრები, როგორც თოვლის ფიფკები. შენ რომ დიდი გახდები, შინ რომ აღარ დაგვხდები, სხვას რომ ვერას გავხდები, სულში ჩაგისახლდები, როცა შენ დაგადები, როცა მე დავთავადები, ისე არ დავღამდები, ისე არ გავქვავდები, იქედან არ აგილადო, ხშირად განაცვლირადო, მერე უფალს იმას თხოვ გადავიქცე, ირმადო, გადავიქცე, ელზე ჩამოვიგიდე, შენ სიყვარულს მძიმადა, შენ სახელზე ძვირფასო და შირიული რამადა, შენ რომ დიდი იქნები, მე რომ აღარ ვიქნები, დამასიე ფიქრები, როგორც როგორც თოვლი შენ რომ დიდი იქნები, მე რომ აღარ ვიქნები, დამასიე ფიქრები, როგორც თოვლის ფიფკები, როგორც თოვლის თუ მე როდესაც ჩვენი უფროსი მეგობრების ასაკში ვიქნები, სიამოვნებით დავჯდები და მოვისმენ თუ თქვენი სახით ჩემი შვილები და შვილები მოვონდა ესეთ კბილ სიმღერას მომისმენენ. ძალიან დიდი მადლობა, უღმესი მადლობა, მოვისმენ სიამოვნებით. სოფლთ აგრძელებს ხო, ბადრაკ მადლობა და ისევ შემოგვიერთდებით ხო. ის სანამ სოფო მოვა, სოფო გურულია და ცოტა სწრაფია, მაგრამ მაინც მე ვისარგებლებ სანამ სოფო მოვა. იცით როგორ მინდა თითოეულ თქვენგანს ჩაგეხუტოთ, მოგეფეროთ და მინდა რაღაცაში გავიარე ხა თქვენ კი მე ვერ გაგაკვირვებთ ვერავით ალბათ თქვენი შვილების ან შვილიშვილების თვალი ვერ, მაგრამ იმდენ ქარცეთში გავიარე, თუ კიდე რამე ამატირებს, გულს ამიჩუყებს და ასე შემდეგ აღარ მგონია, გული თუ შემჩა აღარ მგონია ჩვენ და სამწუხაროდ, მაგრამ აი როდესაც თქვენ თბილ თვალებს ხედავ, მაინც ჩემი მემართება ძალიან მინდა რომ ჩაგეხუტოთ, მოგეფეროთ თითოეულ თქვენთაგანს და მე მართლა თქვენ თვალებში ჩემს ბებიებს და ბაბუებს ხედავ, უკარგესებს, მართლა უკარგესებს, უბრალოდ ისე ეს გადამეტებით არ ვაყობ. დღესაც კი როცა მე ხავავიტყვი 45 წლის ვარ, არ მაქვს პრობლემა და ვფიქრობ რომ რაღაც მაქვს მნიშვნელოვანი გადასაწყვეტი ცხოვრებაში.
კი, ბავშვი ვარ, ხო, გამიხარდა. ქალბატონო, გამიხარდა კი. არა, ნუ ხო, იცით რა, ჩვენ არ ხვდა წილად ეგ ბედნიერება, თქვენ რო გიყვარდათ ქალბატონო ირმა. თქვენ მე იმასაკის ვარ, თქვენ რო გეთაყვანებათ, გეთაყვანებოდათ. კი ბატონო, გეთახვებით და დიდი პატივისცემი და სიყვარული ჩემგან თქვენ და თქვენს თაობას. ნახეთ, თქვენ შემშურდა, ეხლა ჭორებაში არვინა გადამეზარდას, მაგრამ მე მშურს თქვენი თაობის. ესენი ძალიან კარგები არიან, ჩემი შვილის თაობა უკარგესები, უნიჭიერესები და დროზე მორგებულები და ძალიან კარგები, მაგრამ ნახეთ მე რის მშურს ვერასოდეს ვეღარ განიცდიან ესენი მედი არ ჩამქოლავენ. იმ გულწრფელობას, იმ სიყვარულს, იმ ერთგულებას, იმ პატივისცემას, რაც თქვენ თაობას გქონდათ. კარგი, ნუ დამეთანხმდით. არა, კარგები არიან, როგორ არა? ჩვენზე ემოციურები, ჩვენზე შეყვარებულები. ნაკლები გულწრფელობა, უფრო ანგარებაზე დამოკიდებული, ნუ გააჩნია ხა რა, ჩემი შვილობით მე ვამაყობ, რა თქმა უნდა. კი, როგორ არა, ამ თაობა, ჩემი შვილს ამაზე მე ჩვევახუნ ვარ თაობათა შორის ჭიდილია. კი ბატონო, მაგრამ ნახეთ თქვენ დროს გაცილებით ჯერაც ჩემი საუბრად გულწრფელობით გეუბნებ. ახლა რას მეთხოვდა ჩემი ბაბუა. ამას როგორ გადამაწყვეტებთ? ახლა როგორ მოიქცევდა ჩემი ბაბუა? ვიღაც ისწვის შეიძლება ეს იყოს რასებია, მაგრამ პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ მე ესე გავიზარდე, ყოველს ჩვენი ძმარი ვართ. პირველ რიგში ჩვენ ვისწავლეთ ხალობა, მამაკაცობა და შემდეგ განათლება ისეთის პროფესია. ამიტომ ხართ თქვენ ჩემთვის სათაყვანებელი ადამიანები, რომლებმაც გაუძლეს დროს, გაუძლეს საუკუნეებს, გაუძლეს წლებს, გამეგადავიტან იმდენი ომი და ახლა თქვენ რო გადაგიტანიათ ომი, ახლა ამითაც ვერ გაგაკვირვებთ, ხო? ამიტომ ხართ თქვენ ჩვენთვის საათლები, რომლებმაც უნდა ძალიან დიდ ხანს ექო და გვინათონ ჩვენ გზები. ჩემი ბებიები და ბაბუები იყვნენ ჩემთვის სამაყოები და როგორც გითხარით, დღემდე მე მივყვები მათ მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ 21 საუკუნეა და ვიღაც ისე შეიძლება სასიცილო იყოს, მაგრამ ის რაც მათ ჩათესეს ჩემში, მე დღეს თქვენთან მოვიტანე, ის რომ ვიყვარხართ. მინდა ყველას ჩაგეხუტოთ, მინდა საცფავით ყველას მოგეფეროთ და მინდა რომ ძალიან ბედნიერები იყოთ, ლაღები იყოთ და არ იფიქროთ იმაზე, რომ თქვენ არ ხართ მარტო. რაღაც პერიოდის მერე სამსახურებში დავამთავრებ და რაღაც თემებს. მეც და ჩვენც თქვენ შემოგიერთდებით და უკარგეს ქალბატონს უძვირფასეს მხატვარს გვარი არ მახსოვს მამადი პირია სათაყვანებელი ქალბატონის სიამოვნებით მუხლაზე დაგიდგებოდით ქალბატონო უკარგესი ხართ ჩვენ ჩოხოსანი მე აი არ ვიცი აუცილებლად ისე მოვა თქვენთან და გნახავ და აუცილებლად წაიყვან ჩვენთან ლიდერ ქალებში რომ ჩვენმა თაობამ აუცილებლად უნდა იცოდეს თქვენ შესახებ ვინგრიზის დარბაზში. ვინგრიზის დარბაზში ტაში მეგობრებო. და ასეთი კიდევ რამდენი ყავს აქ. მარგალიტ მე ვამბობ ხოლმე ძალიან მიყვარს ეს სიტყვა. მარგალიტები ყავს. გამიხარდება ქალბატონო თუ გვეწყვით რამდენიმე სიტყვა ძალიან დამახარებს და დავავალებ. მარგალიტები გხართ თქვენი სახით ჩვენ ყავს მარგალიტები და აი მარგალიტებს მოფხილება, მოფერება, სიყვარული და ერთგულება სჭირდება. გამიხარდება თუ ერთი სიტყვით მაინც გვესალმებით. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. რომ მომეცით ეს საშუალება, იმიტომ რომ
ამ მეგობრებმა იციან, მე მათ უფროს მეგობრებსაც აღარ უძახინდო. წელს 70 ხელი მეც უკვე ნოემბერში და დაგეწიეთ ამასობაში. ხო და ამიტომ მე თქვენ ჩემ მეგობრებად ვთვლით და მე ვიცი თქვენ როგორ გიყვარვათ. ყოველ მოსვლაზე ამას ბრძნობ. იცოდეთ რომ მე ზუსტად ისეთნაირად თითოეული თქვენგანი შეიძლება ყველას სახელი არ ვიცი და არ მახსოვს, მაგრამ მიყვარხართ და რო შეგხვდები და რომ მეტყვით, აი ლილიკოს ხვდები ხოლმე, ქალბატონელის ხო როცა დავინახავ როგორი სიყვარული და მოწიწება მაქვს მან იცის და აი ბატონმა თამაზმა ხა ისეთ სიტყვები მომწერა, არ შემიძლია არ გითხრათ, შემოკარგებო, აი ქაღალძეს. დამიწერა და მომწერა, რომ ირმა 1968 წლის თესეუს 50 წლის თავის სპორტის სასახლეში იქ მოგისმინე პირველად. და მაშინაც ულამაზეს იყავი, მაგრამ ჩემო ძვირფასა. ნუ რა საოცრება. 68 წლის მაშინ ვიყავი 12 წლის. აბა, 13 ხდებოდი. ერთი სიტყვით, მართალია ნათიამ რაც თქვა, ეს ხორება ესეა რა. ბერდებით, ძალიან კარგია რომ ბერდებით. ჩემი მტერი არ დაბერდეს, ხო? უნდა დავბერდეთ. რაც შეიძლება დიდხანს უნდა ვიცოცხლოთ და კარგად. დღეს ძალიან ლამაზი დღეა, ყველაფერთან ქართული ენის დღეა, გიგლოცავთ. საერთოდ აპრილი ძალიან ლამაზი თვეა. ეს მოგეხსება 9 აპრილის დღეც არის და მე დღეს მინდა გიმღეროთ ერთი ჩემი სიმღერა. ნაზიკი ლასონია, საერთოდ ქალი პოეტები ხანანიკო წავიდა, თორემ მოვეფერებოდი უფრო მეტად, მაგრამ რო არ არის შეიძლება ჯობია, იმიტომ რომ გეტყვით რომ ნანა არის გენიალური პოეტი, ნანა ცინცაძე, რომელმაც ახალ ლექსები წაიკითხა და ჩვენ ხანდახან ვერ ვაფასებთ ჩვენ თანამედროვეებს, იცით, აუცილებლად წავიდნენ და მე ვიტყვით რომ ეს გენიალური იყო. ეს ადამიანი არის გენიალური პოეტი. გადაეცით მე რომ ასე თქვა იდვა თქვენიც ნახავთ, იმიტომ რომ გულწრფელად აი ასე მიმაჩნია მაინც რამდენიმე ლექსი არის, ეს სრულიად საოცარი. და საერთოდ ყავდა ჩვენ ბევრი კარგი ქალი პოეტი. აი ხლა მე მინდა გიმღეროთ სიმღერა ნაზიკი ლასონი, ალბათ ყველა მიცით. ასეთი ქალბატონი იყო ფანტასტიკური ისიც პოეტი, ის ლექსზე რომელიც მე დავწერე 9 აპრილს 99 წელს, მაგრამ ეს არ იყო 9 აპრილზე დაწერილი ლექსი. ეს იყო და ხა ქალები ყველანი გავიგებთ რაზეა ეს ლექსი. დედებზე, ქალებზე, ვინც სამყაროს მცველები ვართ, ერთგვარი და ღმერთმა ნუ გვანახოს ჩვენი შვილების, ჩვენი შთამომავლობის, ჩვენი შემდეგი თაობის, თუნდაც ჩვენი შვილი არ იყოს, რამე გაჭირვება, ხო? რასაც დღეს ვხედავთ, რა ვიცი, სადარ ვხედავთ, ხო? უკრაინაში პირველ რიგში და ყველა აი გული მეფლითება, რომ წარმოვიდგენ, აი გუში რა მოხდა, ცოტა ხნის წინ რა მოხდა, რომ ბავშვები იხოცებიან, ამა დედები ზოგი ესწრება და უყურებს, ხო? ამას არ მოასწროს ეს არც ერთ დედას. აი ამაზე მინდა გიმღეროთ ახლა სიმღერა. ჯერ ქალებს გვესროლეთ, და დამეხმაროთ ოღონდ რომ ეს მიკროფონი აი ჩვენ ვართ პლანეტის მესერი შერწყმული კოსმი ვორფერებს შეჩერდი ჯერ ქალებს გვესროლეთ ჯერ ქალებს გვესროლეთ და მერე მოგდებს დედამიცა მარშებით მაღალი და ვარსკვლავანი გვმეზერეთ შეჩერდი ჩვენ მოყავს ბავშვები ჯერ დედებს გვესროლეთ და მერე სიცოცხლე მისია ეს არის მომავალი შვილები გცერე შეჩერდი ჯერ ქალებს გვესროლეთ ჯერ ქალებს გვესროლეთ და მერე გვეჩვეგი ნანა არ გესმოდა აკუნები გვერდება ჯერე შეჩერდი აკუნებს არ ესროლა ჯერ ქალებს გვესროლეთ და მერე Groszewka, karebi nagadać ciebie, siecieli, żebym mogła przeproszeni, ciele kareb z rolet da bere,
თევს გამდოდი ირმები დოდებში პრერები შეჩერდი თქმეცოდ ვიშვილებო ჯერ ქალებს გვესროლეთ დამენე დაძრები მაღლები ესოდე უხამენ სერიდან შეჩერდი მაგადარეს როლო ჯერ ქალებს გვესროლეთ დამენე შვიდობა საჩვენო რუკნესარი ხელსადებს გიზგიზაგერებს შეჩერდი მაგადარეს როლად ჯერ ქალებს გვესროლეთ დამენე ჩვენი ნანა არ გესმოდა აკუნები გვერდზე ვაჯერ შეჩერდი აკუნებს არ ესროლო ჯერ ქალებს გვესროლეთ და ერთი ჩვენი ყველას ბავშვობის და ახალგაზრდობის სიმღერა მინდა გიმღეროთ გინ ამხებით არხეს ნაცნობალია და ბულბულები ისევ ნაღელია ჩვენი ნაცნობი არხები ჩვენ გიარასდროს აღარ შეხვდები ჩვენი გზები დაშორდნენ დაშორდით უხეშა და მოგონება დავრეჩანუგე შვიდობისა კარგად მენახე თუ მოგენატრო მურავიძახე რაც უკვე გაქრაცავიდა ვეღარ დავიწყებთ თავიდან არა დამიძახო გესმის არა მინდა განამაურება
ამირამ ერთად ვიმეორე. დინა ერთად. Nedam sadaqis kidevtsa Utsirot lurji khalasi Soredi seti rogochenia Naiare vitar sulis Nagrevi nari khalasi Chagarasami chebochenia ძალიან დიდი მადლობა. მოვა 9 მაისსაც მოვა. ხო, მოხდი, არ დამიკარგე, ხო? არ დაგიკარგე. ფაქტია, რომ ეს სიმღერა მე რომელსაც ეხაშავს. ვიცი რომ ეს სიმღერა თქვენ ძალიან გიყვართ და მე ჩემეული ვერსია ჩავწერე სულ ახალი ეს არის მოკლედ და მინდა რომ თქვენ შემიფასოთ და ჩემთან ერთად იმღეროთ. ჯერ თბილისის სიღამაზე მათამაწვათა მერე მისი სიყვარულით გადავარჩი საქართველო ბეჯედია ბაჯანო და თბილისი შიჩასნული Badalashi Terialetis Kedishenit Kedavavos Gagasios Adavudge Batalebi
Well,
გაიარებს დრო. ძალიან მიყვარხართ ხალხო, ძალიან საყვარლები ხართ. მე ვიცოდი რომ ესეთი მუხტი იმალებოდა. იმიტომ რომ არა ერთხელ გავხდი ამ მუხტის მომსწრე და შემსწრე. გავაგრძელოთ ქალბატონეთია. აუცილებლად. მოდი ეს სიმღერა ყველა ვიცით და Hey!
ძალიან მიყვარხართ. თუ დღეს შემდეგ ჩვენ შეხვედრის შემდეგ აქ რაღაცა მოხდება. აქ რაღაცა მოხდება. ქართულს გისურვებთ ჩვენ? ხელი სამართო მაშინ და მეჯვარე ვიქნები გოგოს პატარძლის უკან მე ესენი ძალიან მაგარია. ეხლა მჭირდება წყვილები ამ საქმისთვის, სისრულეში ნებით ხაზე ვარ და თქვენ სამსახურში გვიგულეთ. ოჩა, ბრავო. Sevda sultan etsaire Davuşvelis nayare vaku Perukage Tvense lurci votsneba Magram vela votsneba პირიქით ისე გამიხარდა და ახტოვანებული ვარ, რაც ვიცოდი ისიც ამავიცოდა თქვენს პულებაში და მოხდოდა. არა, ჩემო საყვარელო,
ბედნიერი აღდგომა, ბედნიერი წელია, ჩემთვის რომ გიყიდეთ კიდევ დიდი ხნის მერე. პირიქით, ოჯახის ყუმარი რომ დაიგვიანებს და მე კაც გააღებს, ხომ იცით როგორ გიხარია. აი ასე ხარ თქვენ ჩვენთვის საყვარელი. ხო, რა ვიცი, თუ გიგნება მიმღერებინებს. რა შეგიძლიათ რომ მიმღეროთ? აი მოემზადებიან, მანამდე მე რაღაცას მიმღერებ და მე ისე მიმღერებ. ათასჯერ გავიმეორებ. ნეტავი მცხოვართ ვისაც ხავს წყემსად ილია მეორე. მინდა რომ ერთი ლექსი გიცხრათ და იმ ხალხს უძღვნა, რომელსაც რაღაც მიზეზების გამო თუ რაღაცის თავისი რაღაცების გამო ოჯახები ჯერ კიდე არ შეუქმნია. რა დავაფასებთ? უფასო სიყვარულს რა დუადებთ ფასს? ვისაც უყვარვართ მას გავექცევით. დავეძებთ ვიღაცას სხვას. ვეძებთ მიდმუნდში, ვეძებთ სახლებში და თითქმის ვამტვრევთ კარს. მე არც ბავშვი ვარ და არც უგონო ვერ შევაგონო ხალხს, რომელს ცხოვრება არის უენო და ჩვენ წარმართავს მას. ნეტავი ვიპოვით ისეთ სიყვარულს, რომელსაც დავადებთ ფასს. საქართველოს გული ხარ სიყვარულზე როგორ გელაპარაკო თვითონ სიყვარული ხარ მე ხომ შენი სილამაზის მონა ვარ აბა როგორ არ თქვენ მუსიკას საერთოდ რო არ ჩაგირთოთ სასწაული Share, give more.
გეფერებით ყველას მიყოლხოთ. ჩემი ოცნების საზრე დაფრინა გადავდა ჩემი თები გისმენენ მე ვარ ის ქუჩა შენრომდა დიხარ მე ვარ ის ვაღი შენრომ ისვენენ მე ვარ ბრადო შენი სიტნარი და შენი დილის დაგაჯარდა ისო მიქრია რომ ჩემი ცნობა ძალზე ძნელია თორე რომ გათოს ჩემი ფიქრია ზოიმა რომ გაცვიმს ჩემი ცრემლია Sadegada dai probaleba Sara vina domo tualida mersos Khali makhwiya no me tupaleba
დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შეფასებისთვის, ხარდაჭერისთვის, მადლობთ. ეხარეთ, იტყებძელეთ, მრავალშამიან ბრძანდებოდეთ სულ. ბრავო, მადლობა დიდი ყველა სახელით. დღეს მონები აღარ ვართ თავი ჩვენ გვემოდნეს მარტო საქართველო არ მოკვდება ფარნავას საქართველოს ვერ მოხლავენ ქართლოს საქართველო იმედია ბაგრატ საქართველო מחვილია დავით გაუმარჯოს ქართულ დროშის გაშლას სიმართლეც გზა გაგვივლია საქართველო გაგვიცოცხლდა ლაშა საქართველო შემართულა ცოდნე ეს მზეიმას ვინც მამულიშვილია ვერ ჩახოს სისხლიანი ხელით საქართველო ღერის დიდოილია შენი სულის საგალობელს მღერის ეს ღეც დადგა ალბათ ხმერთ მაინება წამებულთა წმინდა სისხლის ფასი სხვა პრილი დასგომიათ შვილებო თქვენი სისხლით ალმოდებულ განოზირს
უდრილი თაცმინდიდან განუსახეთ შავალებო ცხრაპრილის თავისუფალ თბილის საქართველოს შემართული ხმალია თავის ნამუს თავის სინოდის ციცავს დაფარე წმინდა კალათა მარიამ იბერის თავისუფალ მიწას ქრისტეს ძმელი დაბრძოლე და ცხოვრე არ მოაკლოთ იმედი ხვალის საქართველო გაგვიცოცხლდა მაცხოვარ საქართველო ყუდრათით ასდგა ცხოვრებაზე კი არა ყველაფერზე ნამდვილად. აქ ჩვენ დავეხმარებთ. მას თავის საქმიანობა და ცუდად გრძნობ თავს. და მინდა რომ ჩვენ კოლეგებს გავაცნოთ, როგორი ბრწყინვალესი ბატონი ყავს, კარებს მიღმა და ისე გამოვართვი მიკროფონი და აუცილებლად მინდა რომ გაგაცნოთ. ერთი წუთი დამალულია. ღირს ისე დამალვათ ძალიან. დამაპატიოთ, რომ ჩავოგართვით თქვენი საქმიანობა და მე დავისჭირე მიკროფონი ძალიან დიდი ბოდიში და ვესალმოთ თქვენს მეგობრებს, თქვენი თანამშრომლებს, ხო მე ვაპატიეთ, რომ თქვენი საქმე შევითავსე. არა, არ დავამხარეთ, მე მინდოდა რომ ბოდიში მომეხადა. პირიქით, ბოდიში საბოდიში არაფერი არ აქვს, ჩვენ ბენეფიციარები, ჩვენ მიჩვეულები ვართ თქვენს მომზანებას, თქვენს გარდა სხვებიც მოდიან ჩვენ და ურგესი მადლობა. არის ხარვეზები, რაც გაუგებრობას აქვს ადგილი. მე მგონი გამოასწორებენ. ხო, არ არის. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა მინდა მე ვისარგებლო შემთხვევით ამით, რომ თქვენ დღეს მოგვანიჭეთ ძალიან დიდი სიყვარული, სიამოვნება ჩვენ მოხუცებულებს, ჩვენ ბენეფიციარებს აქ ისეთი საზოგადოებაა, რომ მონატრებული არის თქვენისა და ახალგაზრდებისა და თქვენისა და სასახელო ადამიანების მოსვლას და გამოჩენას ჩვენს პატარა სცენაზე. რა თქმა უნდა, პატარა არის, მაგრამ სითბო და სიყვარულია დიდი. დიდი მადლობა თქვენ ყველას მოგზაურობისათვის. კვლავ გვეწვიეთ, ჩვენ მზათავართ ვიგიღოთ, რითაც შეგვიძლია ჩვენ გამოვხატავთ ტაშით გამოვხატავთ ამას. გაიხარეთ, დიდი მადლობა. მომავალ შეხვედრამდე, გაიხარეთ. ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში კიდევ ერთხელ. მადლობა. სოფო, ძალიან როარ გადავღალოთ ჩვენი უფროსი მეგობრები. გვიმღერებ ხო, მაგრამ სიმღერამდე ერთ საიდუმლოს ვიტყვი. სალომოთ ჩემთან თქვენ დღეს მოგიტანეთ ტორტი, რომელიც სალოს ოქროს ხელებმა გამოაცხო და სალოს გაქვს სამი დამხმარე ულამაზესი გოგონა არ არიან ხო ეხლა ჩვენთან. მაგრამ სალომე ჩვენთან არის და არ არის ნაყიდი, არ არის რაღაც მინარევებით, ყველაფერი არის ჩვენ სამზარეულოში დამზადებული და სალოს ოქროს ხელები. ძალიან დიდი მადლობა სალომე შენ ამისთვის. შეგიძლიათ თამამად მიიღოთ, არანაირი რაღაც კარტი არ გქონდეთ, რომ რაღაცა ნაყიდი ნამდვილად არ არის, ასეთი გვინდოდა ჩვენ მოგვიტანეთ და ძალიან დიდი მადლობა ოქროს გოგო ხარ. უმეტესი მადლობა შენ და შენს გოგოებს. მადლობა ყველას, აქედან წავალ
უდიდესი ემოციები. ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ ამ დროით, რაც თქვენთან ერთად გავატარეთ და მინდა რომ ყველანი ძალიან ბედნიერები იყოთ და ჯანმრთელები. ჩემს სიყვარულს გიგზავნეთ ყველას. გასალაუმრესი მადლობა. კი ბატონო, თქვენ გინდათ ვიმღეროთ? კი ბატონო, გემღერეთ, მოგცა. დაქვევია და ჩამოქშლია მხრებზე ნაცნავი ეკლევზე კაბა რომ დაგხევია და წამოსულ ხარ შენურ დამწყდარი მაშინ მივხვდი თურმე უშენო კი არ დავდივარ დავეხეტებით ჩამოვიარე მეშეს ქუჩაზე წვიმდა და წვიმდა თავგამეტებით და მაშინ მივხვდი თურმე უშენო კი არ დავდივარ დავეხეტებით შენ ჩემს სიცოცხლეს ისე უხდები ვიდღია სარკმელს ნაზი მშვენება ქარმა სარკმელი თუ მომიხურა რამე შველება ჩამოვიარე მეშეს ქუჩაზე წვიმდა და წვიმდა თავგამეტებით და მაშინ მივხვდი თურმე უშენოთ კი არ დავდივარ დავეხეტებით ჩამოვიარე მეშეს ქუჩაზე წვიმდა და წვიმდა თავგამეტებით და მაშინ მივხვდი თურმე უშენოთ კი არ დავდივარ დავეხეტებით და მაშინ მივხვდი თურმე უშენოთ კი არ დავდივარ დავეხეტებით აუცილებლად და ჩვენ კი არ მოგვესწრება მათთან ყოფნა და მეც იმეც ვიტყვი რომ არა და რაღაც მაინც გაგამხიარებთ ცოტათი მაინც ხო მაგრამ ზედმეტად რო არ შევაძახოთ ხო და სხვა დროს კიდე მოვალთ აუცილებლად ის მინდა ხოანცა და ის Sivan,
მოდი ეს სიმღერა ყველას ვიცით ხარსტულის სინაზე სიყვარულით ბოლე არის ყოველ ენაზე ალვისოზე აჯიგაჯიგანი ვაცრაგიაზე მაგრამ სასრამო მილენ ფრევის შინაზე მოდი დაზაფულო მოდი სიყვარულო უჩამანახშიდე ულო მოდი აუცილებლად ძალიან ბევრი სიტყვა და სიყვარული მიმოქვს. ძალიან ემოციური დღე იყო ჩვენთვის და რა ვიცი, აი ყველაფერს საუკეთესოს ვისურვებთ ამ ქვეყანაზე. ჩვენს აი უპირობოთ და აი მთელი გულით და სულით გეუბნებით ამას, რომ თქვენ ხართ ძალიან მაგარი ადამიანები. ყველაზე დასაფასებელი ადამიანები დედამიწაზე. მე ძალიან მიყვართ. უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასებო იმისთვის რომ გვისმინეთ, იმეც ვიტოვებ რომ ცოტათ მაინც გაგამხიარულეთ, გაჩვენეთ ამას წუთები, აუცილებლად დავბრუნდებით თქვენთან კიდევ ერთხელ კი არა და მრავალჯერ. ქალბატონ გულიკო ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ შესაძლებლობას გვაძლევთ და მე თქვენ წინაშე კიდევ ერთხელ ქეთს ვიხრი, ამით არ დავიღლები, რამდენიმეჯერ გაგიმეორებთ, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრჯერ გაგიმეორებთ. ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენ, ჩემი სიყვარული თქვენ და მე ჩავთვლი რომ დღეს მე ჩემს საკუთარ ბებიას და ბაბუას მოვეფერე. მიყვარხარ ძალიან და ძალიან ძლიერად უნდა დამხდეთ მომდენო შეხვედრაზეც და ყოჩაღად იყავით. მადლობა დიდი. ჩემო პერმიციანებო, კიდევ ერთხელ ჩვენი ადმინისტრაციის, ჩვენი ხელმძღვანელები, თქვენივე 400 ბენეფიციარის სახელით დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენს დღევანდელ აი ესეთ გამთობ წინვალე ულამაზესი სიმღერების და იმ პიროვნებებს ჩვენ რომ ტელევიზორში უყურებთ, ხედავთ,
გვაინტერესებს მოვეფერებთ და ვერ ვწვდებით, აი ჩვენთან მოვიდნენ დღეს. ამიტომ დიდი მადლობა თქვენ ყველას, უღრმესი მადლობა და ერთი კიდევ ამბოსდები მივიცეთ ჩვენ ბენეფიციარებმა დავამახსოვროთ ტაში ჩვენი თავი. დიდი მადლობა, გაიხელა ავიღეთ, არ ვიფიქროთ, რომ რამე ისე ჩავიდინეთ ნებართვის გარეშე. ვიცოდით, რომ აღდგომამდე წითელ პარასკევამდე უნდა მოვსულიყავით თქვენთან და მამაოს ვთხოვე დიდი მოგრძალებით, თუ შეიძლება მეთქი, რომ წითელ პარასკევამდე შეღებულ კვერცხი და წავუღოთ ჩვენს უფროს მეგობროს მეთქი და მომცა კურთხევა და ამიტომ მოვიტანეთ, არ გაგიკვირდეთ მრავალ აღდგომას, მრავალ ბედნიერ დღეებს, ბზობას და აი მინდა რომ ძალიან დიდხანს ყავდეს და მომდენ შეხვედრაზე ესე ყოჩაღები, ჯანმრთელები და ბედნიერები დავხდეთ. მიყვარხართ და გიტოვთ ჩემ გულს და სულს.